აი პირველად დავინახე ახლა მე რომ მოეყოლა ვინმე ჩემთვის რომ აქ გოგლა ჟვანია აწყობს ზურაბ ჟვანიას იმას რა ქვია მარშს და მას მიუძღვის ზურაბ ჟვანიას ძმა და მხარს უჭერს ქართულ მაედანს მხარს უჭერს ქვეყნის ხელისუფლების დაცემას, გარეკვას და ხელისუფლებაში ძალადობრივად ნაცმოძრაობის დაბრუნებას. ეს აი რო დამსიზმრებოდა და გამეღვიძა, ვიფიქრებოდი რომ არა, მე არ დამესიზმრა მეთქი ვიტყოდი. ეს წარმოუდგენელი, ძალიან ბევრ წარმოუდგენელ რაღაცებს უყურებთ. ახლა სალომე ზურაბიშვილისგანაც წარმოუდგენელი იყო, რასაც ბოლო 1 წელიწადი აკეთებს, მაგრამ ნუ მივეჩვიეთ უკვე. მაგრამ გოგლა ჟვანია სალომე ზურაბიშვილისთვის არავინ არ მოუკლავს სააკაშვილს. სააკაშვილმა თქვა, რომ ეს არისო ნაძირალა ქალბატონიო, კარგად მახსოვს მისი გამოსვლა, ჰოლანდიიდან გააკეთა კომენტარი, მის ფეხქვეშო მიწა უნდა იწოდესო, სალომე ზურაბიშვილზე თქვა და სხვათა შორისო, იმიტომ გადამემტერა სალომეო, რომ მე ახალგაზრდობაშიო, ბევრი ქალბატონის მიმართო ცოდვა მიმიძღვისო და სალომეს უნდაო რომ მის მიმართაცო ცოდვა ჩამედინაო და არ ჩავიდინეო და მოკლედ აი ესეთი აბრაკადაბრა არის სალომე ზურაბიშვილის და ჟვანიას ურთიერთობა. ბოდიში ჟვანიას მეთქი სააკაშვილის ურთიერთობა, მაგრამ ჟვანიას ძმა რომელსაც სააკაშვილმა ოჯახი გაუნადგურა, ესე იგი ზურაბ ჟვანიამ ჩამოიყვანა სააკაშვილი მოსკოვში, ამერიკიდან, შეერთებული შტატებიდან, პეტერსონ ბელქნაბიდან ჩამოიყვანა ამერიკული სომხური ლობის წარმომადგენლებისგან, კირ კერკორიანისგან ჩამოიყვანა და გახადა პარლამენტარი, მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის თავმჯდომარე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, შემდეგ იუსტიციის მინისტრი, შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე და შემდეგ პრეზიდენტი. და ამას მოყვა ზურაბ ჟვანიას, ახლა არ მინდა პირდაპირ ბრალი დავდო, მაგრამ გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვა. ყველა ამბობს, აი კულუარულად ყველა ამბობს, მე ახლა იურისტი არა ვარ და არ მაქვს მაგისი თქმის უფლება, რომ აი მოკლა მაინც და მაინც, მაგრამ ყველა ამბობს, რომ სააკაშვილის მსხვერპლი იყო ზურაბ ჟვანია. და ქალბატონ ანტუანეტას ვიცნობდი, მამიდას, ზურას მამიდას და აი ამ ვაჟბატონის მამიდას. ეს ქალბატონი ანტუანეტა ჯავრისგან გარდაიცვალა, მოკვდა. აი ზურას ამბის მერე მოკვდა. დედაც აი ესევე გარდაიცვალა. და ოჯახი გაგინადგურა. შეკაი ადამიანო თუ ცუდ ადამიანო, არ ვიცი. და პლაკატი გიჭირავს და ნაცების გვერდით დგა, ხარ? არ ვიცი, აი ბევრ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. აი თვითონ სააკაშვილი ამბობდა, რომ ვინ წარმოიდგენდაო, რომ გუბას სანიკიძეო ჩემთანო კიევში ჩამოვიდოდაო და ჩემ გვერდით დადგებოდაო. აჰა, მოხდა. მაგრამ გუბას სანიკიძე და ეს ყველა კიდე შეიძლება შეეგუოს გონება ამას. მაგრამ ზვიად ძიძიგურიც და ეს უყელა გასაგებია, მაგრამ გოგლა ჟვანია ნაცების გვერდით და მთავრობის დამხობას მოითხოვს. წარმოუდგენელი ამბავია რა. არ ვიცი, ერთი რამე კი ხდება კარგი ძვირფასო ტელემაყურებლებო. აი ლუსტრაცია ხდება რა. საბოლოოდ აი ხელის გულზე დევს ვინ არის. ესეთი ტელეარხი არის. кто есть кто, ვინ არის. და ამ ტელეარხზე ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმები გადის. აი ეს დოკუმენტური ფილმები გადის ახლა დღეს ჩვენ თვალწინ რუსთაველის პროსპექტზე და ყველა აჩენს ვინ არის. ლაკა ხოშტარია გამოდის, რუბლები დაფინანსებული, ორჯერ მგიმო დამთავრებული და რუსეთს ებრძვის ვითომ. რა ებრძვის, რის ებრძვის? სულ რუსეთის აგენტურა არის ეგენი. იგორ გიორგაძის სიტყვებს გაგახსენებთ, რომელმაც ამას წინათ ინტერვიუ მისცა, თუ ჩემი არ გჯერათ, დაგუგლეთ და შედით. გიორგაძე ალასანია, გიული ალასანია, დაგუგლეთ, შედით და ნახეთ. იგორ გიორგაძის სიტყვები. იგორ გიორგაძემ განაცხადა, მე რომ მინისტრი ვიყავიო, ჩემი აგენტი იყო გიული ალასანიაო. მაგრამ გიულის ძმაო, ჩემი აგენტი არ იყო, ანდროპოვის აგენტი იყო. ესენი სულ რუსეთის აგენტურაა და დამდგარა და რუსებს ლანძღავენ. აი ხა